გადაცემა კრიტიკული აზრი მეორე ნაწილით გიბრუნდება ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო და მე მინდა მივესალმო იმ მაყურებელს და რადიო მსმენელს, ვინც ეხლა შემოგვიერთდა. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას, ტრადიციულად ჩვენს გადაცემაში უნდა ყოფილიყო ჩვენი კოლეგა და მეგობარი გიორგი პოპხაძე, რომელიც გვერდება ხოლმე საფრანგეთიდან, მაგრამ რაღაც ახლა ტექნიკური მიზეზიდან გამომდინარე ჩართვა ვერ მოხერხდა, იმედი მაქვს, რომ ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდება და უახლოეს პერიოდში ჩაგვერთვება გიორგიც ამ ჩვენს გადაცემაში. მანამდე ჩვენ მე და ბატონი გოჩა გავაგრძელებთ გადაცემას. თქვენ როგორც ყოველთვის ისევ რეკავთ, ისევ ახმოვანებთ თქვენს მოსაზრებებს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით და ჩვენ მუდმივ დიალოგში, ასე ვთქვათ, ვატარებთ ჩვენი გადაცემის დროს. წინა გადაცემაში ჩვენ ფაქტურად წინა გადაცემა დავამთავრეთ სოციალური ფონის ასე ვთქვათ ფონზე მსჯელობით, ხო, ანუ სოციალურ ფონზე მსჯელობით. იმიტომ რომ ადამიანები გამოთქვავენ სხვადასხვა უკმაყოფილებას, სხვადასხვა აზრებსაც ფაქტურად, რომელსაც ჩვენ ყოველთვის მივესალმებით და ის კრიტიკა, რომელიც თუნდაც ჩვენი მისამართისაც რომ გვესმის, ჩვენთვის მისაღებია და ყოველთვის იქნება მისაღები, იმიტომ რომ ჯანსაღი კრიტიკა ზოგადად არავის არ უნდა სწყინდეს. სამწუხაროდ ჩვენმა ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ როდესაც შენ ხელისუფლებას აკრიტიკებ, კი არიან პოლიტიკოსები, რომლებიც პოპულიზმის კუთხით იყენებენ კრიტიკას და მხოლოდ აინტერესებთ საკუთარი თავის პიარი და სულ არ აინტერესებს ის, რომ რეალურად რასაც ამბობს ამ კრიტიკას რომ გამოხატავს, რამდენად გამოადგება ქვეყანას, ან ზოგადად რამდენად შესასრულებადია თვითონ მის მიერ შემოთავაზებული გამოსავალი რაღაც კრიზისული მდგომარეობიდან. ამას ვერაცნობიერებს და არც უნდა, იმიტომ რომ ის არის პოპულიზმზე ორიენტირებული, მაგრამ რეალურად რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ და რასაც ვაკრიტიკებთ, ჩვენ კრიტიკასთან ერთად ყოველთვის ვცდილობთ გამოსავალიც დავანახოთ. და პრინციპში ეს გამოსავალი უკვე ალბათ 2 წლის განმავლობაში როგორც მინიმუმ ჟღერდება ჩვენი გადაცემიდან ამ ტელეეთერით და სულ ვამბობთ, თუ გინდა რომ უახლოეს მომავალში და ზოგადად მთლიანად ცხოვრების მანძილზე, ქვეყნის ცხოვრების მანძილზე, ქვეყანას არ შეექმნას რაღაც კრიზისული მდგომარეობა პროდუქციის მიმართულებით, შენ პროდუქტის უსაფრთხოებაზე, ანუ ენერგომატარებლის უსაფრთხოებაზე, პროდუქტის და საკვე პროდუქტი იქნება ეს თუ სხვა რომელიმე პროდუქცია, რომელიც ჭირდება ქვეყანას, იმის უსაფრთხოებაზე თავიდანვე უნდა ზრუნავდე, რომ მოდიხარ ხელისუფლებაში, პირველივე ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული იმისკენ, რომ იმპორტს რაც შეიძლება შორს მოშორდე და იმპორტი შემოდიოდეს დაახლოებით, ალბათ 20% არ უნდა ცდებოდეს და 80% ადგილობრივი მწარმოებელი უნდა აკმაყოფილებდეს 80%-ს. მაშინ არავის არ შეეშინდება, კარგი იქნება თუ 100% იქნება ადგილობრივი მწარმოებელი, მაგრამ ზოგიერთმა შეიძლება თქვას, რომ ჩვენ ხო ყველაფერს ვერ ვაწარმოებთ, ხო, ანუ ელემენტარულად გვჭირდება რაღაცა, რაც არის უცხოეთში და ჩვენთან არ არის. კი ბატონო, ხო და ის რაც არის 20% არის, აი, საკმარისი. და ამავდროულად არანაირი შიშის შეგრძნება არ ექნება არავის, რომ ხვალზე ეგ საზღვარი რომ ჩაიკეთოს, რაღაც ეპიდემია რომ მოხდა, არამე რა ვჭამოთ, რით ვიარსებოთ, იმიტომ რომ 80% ადგილობრივი წარმოების ყოფნის ქვეყანას იმისათვის, რომ არც მშიერი მოკვდეს, არც მწყურვალე და ზოგადად არ ჩამოშორდეს ძირითად ცივილიზაციას, იმიტომ რომ ან რემონტს ვერ გააკეთებს კაცის სახლში, ან კალონკას ვერ დადგავს, რომ თბილი წყალი, ცხელი წყალი მიიღოს და ასე შემდეგ. ანუ საუბარი იმაზეა, რომ ჩვენ მაქსიმალურად ქვეყანა და ხელისუფლება ამ დროს მაქსიმალურად უნდა ზრუნავდეს ადგილობრივ წარმოებაზე და არა იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი იმპორტული საქონელი შემოვიტანოთ ქვეყანაში. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ თემაზე არაერთხელ გვისაუბრია, ფაქტობრივად ეს არის გამოსავალი, მაგრამ ხელისუფლების პოზიცია როგორია? ეხლა რასაც უყურებდი ხოლმე დებატებში, ხო, რასაც საუბრობთ. ხელისუფლების პოზიცია როგორია?
თქვენ არ გვთავაზობთ გამოსავალს. აი ეხლა დღეს რომ გამოვიდეთ მდგომარეობიდან, ეხლა რას გვეუბნებით? შეკაიდეთ მომიშვილო, აქამდე არ უნდა მიგეყვანათ, ეს იგივეა, რომ ადამიანს რაღაცა ჭირდეს, ექიმთან არ მიდიოდეს, თქვა და უკვე მომაკვდავი ადამიანი მიიტანონ ექიმთან და იმას თხოვდნენ, რომ არა, ის რო რა უნდა გამეკეთებინა ამაზე, აი ეხლა როგორ უნდა გადაარჩინო? ეს ხო იდიოტიზმია ფაქტიურად. ამდენი წელიწადი ანგრევ ქვეყანას და ეხლა ეუბნები ხალხს რომ არა შენ მე პოპულიზმი აღარ გვინდა ის აი შენ მე დღეს უნდა მითხრა როგორ გამოვიდე ამ სიტუაციაში ჯერ ერთი ამას რო ეკითხები ხალხს ამით უკვე მაშინებ ყველას გვაშინებ ხელისუფლებაში ხელისუფალი ეკითხება ხალხს რომ დღეს თქვენ გითხარით თუ თქვენ გაგებაში არ ახართ როგორ უნდა გამოხვიდეთ მდგომარეობიდან დაიღუპა ეს ქვეყანა თქვენ დაღუპეთ ეს ქვეყანა და დღეს ეკითხები ხალხს და აქეთ აბრალებ რომ პოპულიზმით ხარ დაკავებულიო ხალხს ეუბნები ამას ეს ხო საერთოდ ხო გეუბნები იდიოტიზმია რა ანუ რასთან გვაქვს საქმე ძნელად ჩემთვის ძნელად გასაგებია ზოგადად როგორ შეიძლება მე ვძირო ეს ქვეყანა 12 წელიწადი მე ხალხი აბუნტდეს და ხალხს ვეკითხ კარგი აბა შენ როგორ ხედავ გამოსავალს ბიჭო მე გამოსავალს 12 წლის წინ ხედავდი და გეუბნებოდი რომ ეს არ უნდა გააკეთო შენ მაინც ჩაძირე და ეხლა მეუბნები მე გეუბნები გამოსავალია შენი წასვლა აი ეს არის გამოსავალი მაგრამ ხელისუფლება გეუბნება რას ლაპარაკობ მე თუ წავალ საერთოდ დაიღუპებით იმიტომ რომ სხვები მოვლენ ბიჭო მოვიდნენ ის სხვები ნაცი ვერ მოვა და სხვა აი ხო ქალბატონს შენ რო კითხე წინა ანუ ამ წინა ნაწილში ხო პირველ ნაწილში ქალბატონმა ყველაფერი კარგად ისაუბრა რომ ხალხს არ ჯერა ეს ყველაფერი და შენ რო კითხე რომ გამოსავალი რა არის აი მე მინდა ზუსტად ეს თქვა რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ რომ ხალხს არ ჯერა არც ჩვენის ჯერა არც ოცნების არავისი არ ჯერა ამაში გეთანხმებით ამაში დაგეთანხმებით მაგრამ აი მე ხლა მაგალითი მომყავს წარმოიდგინეთ რომ ხართ ოთახში ჩაკეტილნი და არის თქვათ 5 კარები და ერთ კარებს აღებ და იქ კედელია და გასასვლელი შეიძლება იყოს ან 1 ამ კარებიდან ან 2 სიტყვაზე ვამბობ მაგრამ კარებს აღებ არის კედელი რას იფიქრებ გავაღო თუ არა მეორე კარი იქნება გასასვლელი იქ არის თუ იმას იფიქრებ რომ რა აზრი აქვს იმ კარების გაღებას ერთნაირი კარებია სულ ყველა მოდი ისევ და ისევ ამ კარების გაღები და დაკეთვით გამოვალ ამ მდგომარეობიდან ამას ხო არ გააკეთებთ შეეცდებით რომ ყველა კარი გააღოთ და სადღაც გამოსავალი იპოვოთ და აქ გამოდის რომ 14 წლის განმავლობაში ერთ და იგივე კარებს აღებთ კეტავთ არ მოგწონთ კეტავთ აღებთ არ მოგეწონათ დაკეთეთ გააღეთ სხვა კარებიც ნახეთ ხალხო რისი გეშინიათ ვერ გავიგე ამაზე უარეს უკვე არაფერი დაგემართებათ და თუ დაგემართებათ უნდა ვისწავლოთ ერთი რამე და ზოგადად სისტემაც ასეთი უნდა იყოს შექმნილი თუ მე არ მომწონს ხელისუფლება არ ვირჩევ და მომყავს სხვა და არც მე შემეშინდება რომ უარესი დამემართება იმიტომ რომ ვიცი რომ ეგრევე მოვიშორებ და სხვას მოვიყვან და არც ხელისუფლებას არ ექნება იმის განცდა რომ რაც არ უნდა იყოს არ წავალ ჩემით და იძულებული იქნება ხალხი რომ მომითმინოს და რასაც ვაჭმევ ის გადაყლაპოს არც იმის განცდა არ ექნება ხელისუფლებას და იმაზე იფიქრებს რაც შეიძლება მეტი კარგი გაუკეთო ჩემს მოსახლეობას რომ მეორედ ამირჩიონ იმიტომ რომ ხალხს აქვს იმის ძალაუფლება რომ არ ამირჩიონ აი ამაზე უნდა ვიფიქროთ და ზოგადად საკუთარ თავს იმაში უნდა არწმუნებდე რომ შენზეა დამოკიდებული ვინ გეყოლება ხელისუფლებაში და მოტყუებულად არ უნდა გრძნობდე თავს და თუ ერთხელ იგრძენი ორჯერ სამჯერ ხუთჯერ ნუ მაშინ რა გითხრა ნუ ესე იგი შენი ბრალია შენ თუ ხუთჯერ მოგატყუეს და მაინც იგივე კარს აღებ ნუ უკვე შენ თავს უნდა დააბრალო ეხმები გიორგი იმიტომ რომ რა არის გამოსავლის მოძებნა ეს ადამიანის ბუნება ადამიანს სხვანაირად ვერ განვითარდებოდა ის რომ დღევანდელ სიტუაციაში ელექტროობა გვაქვს ის რომ კომფორტულად ცხოვრობთ შიგაწვის ძრავიანი მანქანები გვაქვს ეს ხოციდან ხო არ ჩამოვარდა ადამიანი სულ იბრძოდა იმისთვის რომ რაღაცა შეეცვალა და უკეთესკენ წასულიყო ეს მის ბუნებაში დევს ჯანსაღი კონკურენცია პროგრესი ეს ყველაფერი მე უკვე ხო შეიმუშავა უბრალოდ ფორმები შეიმუშავა აი როგორ მიაღწიოს რაღაცას ხო რთული პერიოდია გავლილი სხვათაშორის არ იყო ადვილი ხო განსაკუთრებით თუ ავიღებთ იმას რომ აი ბოლო შეიძლება
300-400 წელს თუ ავიღებთ, ძალიან რთულ სიტუაციაში უწევდა ადამიანს, მე გულისხმობ იმას, რომ მოეძებნა, იმიტომ დაწყებული ფიქრი იმაზე, რომ როგორი საზოგადოება უნდა ყოფილიყო უნივერსალური, დაწყებულია უძველესი დროიდან, ხო? პლატონი, არისტოტელე ამაზე ფიქრობდნენ, მაგრამ აი ბოლო პერიოდებში განსაკუთრებით, ხო? მიაგნეს რა ადამიანებმა რაღაც გარკვეულ ფორმულებს. აი ასეთი ფორმის სახელმწიფო წყობას თუ გავაკეთებთ და საუბარია, როცა შეიძლება ვიღაცას ბეზრდება კიდევაც რა დემოკრატია რა გადაგვაყოლეს ამ დემოკრატიას, ხო? არსებობენ ქვეყნები, სადაც დემოკრატია არ არის. და ადამიანები ცხოვრობენ ასე თუ ისე, არ უჭირთ სოციალურად დაცულები არიან, რაღაც გარკვეული პირობები კომფორტისაც აქვთ და ის რომ არ მონაწილეობენ იმაში რომ ხელისუფლება აირჩიონ, ხო ესა სრულებითაც არ უშლის მათ ხელს იმაში რომ რაღაც გარკვეული თავიანთი ოჯახური პრობლემები, თავიანთი რაღაც ის სოციალური პრობლემები მოაგვარონ. არის ქვეყნების ძალიან დიდი ნაწილი არსებობს, რომლებშიც ადამიანები ასე ცხოვრობენ. მაგრამ ჩვენი ქვეყანა თუ კი შევხედავთ ხო ისტორიულად როგორ ვითარდებოდა ჩვენს ქვეყანაში იმ მონარქიების დროსაც კი მუდმივად თუ ჩვენს ისტორიას გადავხედავთ და ვინახავთ იმას რომ ქართველი ადამიანი და ამ შემთხვევაში ქართველ ეროვნებაზე როგორც ეთნიკურობაზე არა მაქვს მარტო ლაპარაკი არამედ როგორც სახელმწიფო ერში იმიტომ აქ სხვადასხვა ეროვნების ადამიანებიც მუდმივად ცხოვრობდნენ, მაგრამ ქართველი ერი როგორც პოლიტიკურ მდგენელს თუ შევხედავთ, ყოველთვის ცდილობდა ერთ რამეს, რომ თავის თავზე აეღო რაღაცა და გაეკეთებინა. და ამან გადაგვარჩინა სინამდვილეში, ხო? ამან გადაგვარჩინა და მიგვიყვანა იქამდე, რომ რეალურად თვითონ იმაში, რა ვქო, პიროვნებაში, ნებისმიერ პიროვნებაში დევს შინაგანი ენერგია იმისი, რომ მას შეუძლია რაღაცის გაკეთება, მას შეუძლია რაღაცის შეცვლა. და დემოკრატია ამ შემთხვევაში მივიღეთ ის ფორმა, სადაც ადამიანები არჩევით აკეთებენ ამას. ეს არჩევითობა, ადამიანები მეფეებსაც ირჩევდნენ, ეს ჩვეულებრივად არის, ბევრ სახელმწიფოს გავლილი აქვს და მერე თანდათანობით მოხდა გადაზრდა, იმიტომ რომ რა თვისებებით უნდა ყოფილიყო ადამიანი ლიდერი, აქედან გამომდინარე, ლიდერებს ირჩევდნენ, მაგრამ მერე შემდგომში ამ ლიდერებმა მოახერხეს, რომ დინასტიურობა შეენარჩუნებინათ, ხო? იმიტომ თავისი ოჯახის წევრები იმდენად მოიდგეს ფეხი და ძლიერი ოჯახური ასე ვთქვათ სისტემა შექმნეს, ძალაუფლების კონცენტრაცია მოახდინეს. აი გიორგი რასაც ამბობდა, რომ ჩვენ ხომ მივეჩვით, დავინახეთ უკვე და ვიცით, რომ აი დაახლოებით 200 წელი მინიმუმ ხედავთ სახელმწიფოებს, რომლებიც განვითარდნენ, იმიტომ რომ შექმნეს პოლიტიკური სისტემა, სადაც იცვლება ხელისუფლებები. 4 წელი არჩევითობის, არის პრეზიდენტი 5 წელი ვთქვათ, მაგრამ ყველაზე მაქსიმუმი 7 წლიანებია, რამოდენიმე ქვეყანაში შეიძლება იყოს. მაგრამ ცვლილება აუცილებელია. და ეს ცვლილებები ხდება, იმიტომ რომ ადამიანი რაც არ უნდა კარგი ადამიანი იყოს, რაც არ უნდა შინაგანად გაწონასწორებული ადამიანი იყოს, ზნეობრივად იყოს უწესიერესი ადამიანი, როდესაც ის ძალაუფლებაში დიდხანსაა, ხო? მაშინ მის გარშემო მყოფი ადამიანები თვითონ შეიძლება კიდე ვთქვათ და გაუძლო ყველაფერს, მაგრამ მის გარშემო მყოფი ადამიანები თანდათანობით აყალიბებენ იმ წრეს, რომელიც წრეც მერე უკვე მანიაკალურში გადასდის ის ძალაუფლება. ისინი ხედავენ, რომ რაც უნდათ იმას აკეთებენ და მერე ადამიანები იჩაგრებიან. დიდი ნაწილი ადამიანების იჩაგრება და რაში გამოიხატება ეს ჩაგვრა? ამაზე არა ლაპარაკი ვიღაცა მანდამეთ ფიზიკურ შეურაცხყოფას გაყენებს, არა, საშუალებას არ გაძლევს რომ განვითარდე. საშუალებას არ გაძლევს რომ შენი კომფორტი შეიქმნა. შენი ენერგია, ჭკუა, რაც გაგაჩნია ინტელექტი გამოიყენო ისე რომ კონკურენციაში შეხვიდე და შენი ცხოვრება მოიწყო კარგად. და ამიტომ ნახეთ რომ სოფლიოში ყველაზე კარგად სადაც ეს მუშაობს, ეს არის ის ქვეყნები, რომლებიც ყველამ ვიცით, ხო? დემოკრატიული ქვეყნები, სადაც და არ ანიშნავს მარტო სხვათ დასავლურ დემოკრატიას. იაპონიაც დემოკრატიული ქვეყანაა. გადმოიღეს და იგივე, ასე ვთქვათ, მართვის სისტემა შექმნეს აზიაში და არა ევროპაში. ამერიკის შეერთებული შტატები ერთ-ერთი პირველი იყო, სწორედ სადაც ესეთი დემოკრატია მოვიდა. აქედან გამომდინარე ვიძახით ჩვენ, რომ აუცილებელია ის არჩევნები, თორე ადამიანები რატო უნდა ავირჩიო, რატო უნდა ავიტკიო თავი. იმას და იმას შორის გიორგი ჯობია თუ ის გოჩა ჯობია, დათო ჯობია თუ გურამი ჯობია, რატო ავიტკიო თავი? ნუ ვიღაცა ერთი არის და მოდი იმან მიხედოს რა, ბუს დიდი თავი აქვს და ვინც არ უნდა მოვიყვანო, ჯობია გამაძღარი იყოს, ეს პრინციპიც ხშირად გამიგონია, რომ ჩვენსენი უკვე ნახალი რომ მოვა, ის როდის გაძღება. ჩვენ ნახეთ რომ ყველაზე გამძღარიც რომ უნდა ყოფილიყო, თურმე არ ძღება.
მილიარდელი რომ უნდა ყოფილიყო, მაინც ფულს აკეთებს. ხო? ანუ ის პრინციპი არ მუშაობს. ესენი დიდი ხანია უკვე არიან, კარგად გაძღლენ და ამიტომ აღარ მოიპარავენ და ახლები რომ მოვლენ დაიწყენ. არ მუშაობს ეგ. ვინც კარგად იპარავს. გეოპარტიანები არ არიან. არ არიან რომ მას რა ქვია კომბოსტოს თუ თალგამს იმას ვიზავ და რომ ნახოთ აღარ დამიძახებთ უკან აღარ მოვალ და რეფორმები ჩაატარა სხვათა შორის საინტერესო რეფორმები. ამას რატო ვამბობთ? შევხედოთ ეს გამოცდილებები გავიზიაროთ ადამიანებო და სხვანაირად თუ ჩვენ ტვინი ამაზე არ დავხარჯეთ და არა მარტო ტვინი, კიდე გეუბნებით ეხლა სიცოცხლის რისკი არ არის აქ. მე არაფერი მომივა გმირობას ჩაიდეს არავინ არ გთხოვს ამას რომ არჩევნების დღეს რომ გამოხვიდე და შენი არჩევანი გააკეთო უიმე მე ამის გამო დამხრიტავენ ჯერ აქამდე არა ვართ მისული ჯერ თორე ისე შანსები მაგისიც არის რომ თუ გავაგრძელეთ მე შეიძლება მაგამდეც მივიდეთ რომ საერთოდ ხმას რომ ამოიღებ შეიძლება მაგაზე დაგიჭირონ და შეიძლება მაგაზე დაგკრუტონ კიდე არც ეგ არ არის გამო ყველაფერი შეიძლება გააჩნია ხო ადამიანს თავში დღესდღეობით არ მოსდის მადლობა ამისთვის რომ ეს თავში არ მოსდით მაგრამ ქუჩაში რომ იმაზე პროტესტი რომ გამოვხატო ტროტუარზე და ამაზე დამეჭირონ ეს მოუვიდათ ეს აზრი ეს არის ჩვენს ქვეყანაში რამდენად კარგია რაღაცა ნაწილი თulis რომ აბა სხვა რა უნდა გააკეთონ აბა ვერ გააჩერეს ის ადამიანები ვერ არიან ჯანზე ჭკუაზე გონებაზე დაიჭირეს მაინც გამოვიდა და ისევ დადგა დააჯარიმეს ფული არ გადაიხადა ან გადაიხადა მაგრამ მაინც დადგა წყალი შეასხეს სიცივეში შეასხეს გაზი მიასხეს არ ჩერდება აბა რა ვქნათ მაშინ ტროტუარზე იქაც დავიჭიროთ არ შველის ეს არ შველის კიდე გეუნებით რა იმიტომ რომ იმ დაჭერაზე არ არის მარტო იმათქია დანარჩენები რომლებიც არ გამოდიან ქუჩაში ისინი კმაყოფილები არიან აი თქვენ კმაყოფილები ხართ და უდიდესი ნაწილი შეიძლება ქუჩაში მიტინგებზე არ დგეხართ მაგრამ კმაყოფილი ხართ იმით რა გარშე მოხდება ამიტომ ფორმა ამოსაძებნი ფორმა რომლითაც ისევ და ისევ ახლის მოგონებაც არ გჭირდება იმ ქვეყნებმა რომლებმაც გაიარეს საინტერესო ის იყო ამ რამოდენიმე დღეს უკან ფრანგული ორ ფილმს უყურე იქ არის პროფესიონალი ალბათ გაგახსნა ბელმონდო რო თამაშობს სამი რევოლუცია და ხუთი რესპუბლიკა დაგჭირდათო ისე უნება ჯალია ერთი ფრანგული ყოფილი კოლონიის პრეზიდენტი და რა დემოკრატიას ვთხოვთო თქვენთონო ესაო კარიკატურული დემოკრატია 70-იან წლებზეა ლაპარაკი საფრანგეთის კარიკატურული დემოკრატია გაქვთ ფრანგები იღებენ ამ ფილმს და ბელმონდო თამაშობს გეცოდინება ძალიან საინტერესო უნიკალური ფილმია მართლაც მაგრამ რატო მიაღწიეს 80-იანებში უკვე წინ იყვნენ ძალიან ბევრ ამის წასული 90-იანებში ღირსეული საზოგადოებაზე მუშაობენ და შექმნეს ევროპამ მოახერხა ეს და ჩვენ რატო ვერ უნდა მოვახერხოთ რა გვჭირს ესეთი რა ისეთი რა ვერ ჩამოვიყალიბეთ ვერ განვითარდით ჩვენ არა ვართ ის ქართველები რომლებიც ტრაბახობთ კაცო ისინი ტყეში რო დარბოდნენ ჩვენ ამ დროს მეფხვის ტყაოსანს წერდით მარტო რუსზე არ არის ეს რა თქვა ან ჩვენ არა ვართ ისინი რომლებიც ვიძახით რომ კი ბატონო რომი და საბერძნეთი თორე დანარჩენები ვინ იყვნენ და მოგვასწრეს გაგვისწრეს წინ წავიდნენ აზროვნება სხვანაირი აქვს, სოციალური დაცვა სხვანაირი აქვს, ფასები სხვანაირი აქვს. ამას ხო ყოველდღიურად ვცდილობ და ვაკეთებთ. და ჩვენ რატო ვერ უნდა შევძლოთ? რა გვჭირს ესეთი? იმიტომ რომ ნორმალური ადამიანების არჩევა ვერ ვისწავლეთ და არ ჭირდება გენიოსები თქო, ნუეძებთ ამ გენიოსებს. ჩვეულებრივი ნორმალური კანონმორჩილი ადამიანები, რომლებიც კანონებს, ახლა კანონებს შესაძლებელი გვაქვს უკვე. მაგრამ შევცვლით ალბათ. გიორგი ჩამოერთვა. გიორგი ხო, გიორგი მოგესალმები. მოგესალმებით. საინტერესო საუბარი შემოვესწარი გოჩას ვეთანხმები იმიტომ რომ ისრაელს საერთოდ წინა აზიაშია ხო და იქ გააშენა და როგორი დემოკრატიული სახელმწიფო აშენა ხო გარშემო სულომია მაგრამ არჩევნები სულ ტარდება და არავინ არ ამბობს რომ კრიტიკული მდგომარეობა ეხა ეს ხელისუფლება პირიქით უფრო მეტად და მეტად სულიან ხოლმე სხვათა შორის ლიბანსაც ეს რო არ ყავდეს ჰეზბოლა ხო ლიბანიც ასეთ ის ნახევრად დემოკრატიული ქვეყანა არის ლიბანი რა ხო რაც შეეხება ერის ჩამოყალიბებას აგერაგვართ ბელგიის და შვეიცარიის მაგალითი ხო რამოდენიმე ერის რაღაცა ცუდი გაგებით არ ვიტყვი ნაგლეჯებმა ახალი ეროვნება და ახალი ჩამოყალიბეს სახელმწიფო ხო ბელგია საერთოდ 152 თუ 154 წლის არის მეტის კი არ არის კაცო ხო და ესეც რუსეთის იმპერიის დამსახურებაა ერთ-ერთი კი ბატონო
კი ბატონო. ხო და როცა ჩვენ ტრაბახობთ ზუსტად იმით რომ ჩვენ არიქა და დიდი კულტურის და დიდი დემოკრატიის და ჩვენ რო ეს გქონდაო რა ქვია დარბაზი გქონდაო თამარ მეფის დროსო მაშინო პარლამენტზე და აღორძინების ხანაზე ლაპარაკი ძებ მეტი იყო ხო ხო და გქონდა მაგრამ ნუ მივტირივათ ამ ამას რა ქვია გოჩა ჩვენ ძალიან ცუდი თვისება გვაქვს რომ წარსულს მივტირით სამწუხაროდ და წინ არ ვიხედებით ხო ამ ერებმა რაზეც ლაპარაკობდი ახლა ზუსტად იმიტომ ჩამოაყალიბეს ეს სახელმწიფოები და განვითარებული დემოკრატიის ქვეყნები რომ ისინი წარსულს არ მიტირიან ფრანგი არ მიტირის იმას რომ ესა რა ქვია ბონაპარტის დროს ნახევარი ევროპა იყო საფრანგეთის მაშინ ხო და რო არ ყოფილიყო ბოროდინოს ბრძოლა კიდე კაცმა არ იცის სანამდე წავიდოდა ნაპოლეონი არადა ნაპოლეონი მიგივე კარლოსიც რო გაიხსენო კაც ვებერთელა ფრანგული სახელმწიფო რომელიც შეექმნა ფრანკების მიერ შექმნილი ისიც ამხელა იყო და მაგრამ ამ წარსულს კი არ მისტირებს ჩვენ წარსული იცის და იყენებს იმ გაგებით რა გამოცდილება იყო რაში შეცდომა დაუშვა ამას იყენებენ ჩვენ თუ არ დავიწყებთ ფიქს იმაზე რაზეც ებრაელებმა რაზეც ამერიკელებმა რაზეც ფრანგებმა რაზეც არ ვიცი ბელგიელებმა გერმანელებმა იფიქრეს რომ ხვალ რა გავაკეთოთ მანამდე ვიქნებით სულ ამ ჭაობში და ვიძახებთ იმას რომ ესენი გამდიდრდნენ და კაი ვაცალოთ ბიჭო რამდენი ხანი უნდა ვაცალოთ 14 წელია რაღა ვაცალოთ აი ბოლო რამოდენიმე მილიარდია საშუალო 100 დღეს აცლიან საფრანგეთის პრეზიდენტსაც 100 დღეს აცლიან 100 დღეს მერე მიდის კრიტიკა და სულყვები ხოლმე გიორგი იმას რომ რადიო ფრანს ინტერნაციონალში მუშაობდი მაშინ და იყო ესეთი რედაქტორი მყავდა დომენიკ დუტეი რომელიც იყო აი სარკოზის როგორი მოგესა იცი რომ სამსახურე მთავრდებოდა ეს კალი გარბოდა რომ ეს ფლაიერები და ესენი დაერიგებინა სარკოზისტი იყო ესეთი საკმაოდ და 100 დღის მერე ისეთი კრიტიკული გადაცემა გააკეთა აი დავავიღე ტელეფონი და დაუსმინე ხა დაურეკე მოთხარ შენ ხარ ის და კიო მე ვარო იმიტომ რომ ერთი არის რომ ხარი დაუჭირე მაგრამ მას 100 დღე ქონდა რაღაცის გასაკეთებლად ეხლა დადგა დრო რომ მასზე ჩვენ ვილაპარაკოთ კარგიც და ცუდიც რაც იყო ცუდი ის თქვი და კეთილი ინებოს და გამოასწოროს ეს არის მხარდაჭერა და არა ის რომ სულ ტაში უკრა ემემას რა ქვია ხელისუფალს ხო კი ბატონო ამაშია ჩვენი უბედურება და ამითი ვარსებობ სამწუხაროდ დღეს ხო და დავდივარ და ვიძახი ჯოს გაუმარჯოს 1986 წიდან მით უმეტეს მე დაშავ დგევარ და ვიძახით გაუმარჯოს ხო ერთი და იგივე ადგილზე ერთი და იგივე შეძახილებით რით ვერ დამთავრდა კარგი გიორგი მადლობა ეხლავე ზარს მოусმენთ და მე ისევ გავაგრძელებთ გადაცემას კი ბატონო ზარი ეთერში გისმენთ ისაუბრეთ არ გვაქვს მაგდენი დრო სამწუხაროდ გათიშეთ ზარი გიორგი შენ გააგრძელებ თუ გოჩი გოჩა გააგრძელო შენ რა ისტორიკოს კაც მე როგორ ვევასდა რა ამ ისტორიაში ერთად გვაგავლილი ძმაო ყველაფერი რაც ჩვენს შეიძლება ითქვას ბოლო ყველაზე აი უახლესი ისტორია რომელიც ჩვენს თვალწინ და ჩვენი მონაწილეობით იწერებოდა ხო რომელზედაც გარკვეულწილად რასაკვირველია ბევრი რამეს გადავხედავდით, ბევრ რამეს შევცვლიდით, მაგრამ თავარს იმისას რომ იცი რა, ეს ქვეყანა იმსახურებს რა იმას, რომ ნორმალურ გზაზე დადგეს. ეს ქვეყანა იმსახურებს, რომ ადამიანებმა ნორმალურად იცხოვრონ. არ არის ეს გახსოვს რომ ლაპარაკობდით, რომ საქართველოს ერთ-ერთი თან საბჭოთა კავშირში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ქვეყანა იყო, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი კარგად ცხოვრობდა. აი ბალტიისპირელები ცხოვრობდნენ საერთო ეკონომიკური შეიძლება ითქვას მონაცემებით ძალიან წინ იყვნენ, მაგრამ თუ კი შევხედავდეთ ქართველი როგორ ცხოვრობდა. საქართველოშიც კარგი მონაცემები იყო იმისთვის, რომ ქვეყანა ფეხზე დამდგარიყო. სამოქალაქო ომმა ფაქტობრივად შექმნა ის საფუძველი, რომ გაძარცვა მოხდა ქართული ეკონომიკის, ხო? გაიყიდა, გახსოვს ჩვენს თვალწინ ხდებოდა, იყიდებოდა ყველაფერი. ჯართად გაიყიდა ქარხნები, რომლებიც აქ იყო, დაზგები, რომლებიც, რა ვიცი, ჩარხშელებელი. გაიყიდეს ჯართად, კაცო. ყველაფერი, ხო, შენ წარმოიდგინე რა გავიარეთ.
ბიჭო, ეს არ გვინდა მეორეჯერ რომ მოხდეს რომ დაპირისპირებას მიუხედავად კიდევ სხვა გამოსავალს თუ არ დატოვებს, ნებისმიერი ხელისუფალი რა მნიშვნელობა აქვს, ხო? რაღაც გარკვეულ წილად გიწევს ისევ დაძაბვა სიტუაციის. არ გვინდა. აი აქ სამი ადამიანი, რომლებიც ახლა ვესაუბრებით, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ ქვეყანაში რევოლუციური სიტუაცია და გარემო ვითარდებოდეს. ჩვენ გვინდა ნორმალური ევოლუციური განვითარება. ამ ევოლუციური განვითარებას სჭირდება ერთი რამე, ადამიანების აქტივობა, სწორედ იმ თვალსაზრისით, რომ ბიჭო, იცი რა, მე რა ვქნა? ვერაფერს ვერ შევცვლი, ვის არაფერი არ არის დამოკიდებული. ჩემზე დამოკიდებული არაფერი არ არის. ბიჭო, ამ მიდგომების გამო მე ხდება რევოლუციური სიტუაცია და მე კიდე რევოლუციას გინდა თუ არ გინდა, იმის არ იყოს, ახლა საფრანგეთი გავიხსენეთ. მართლაც საოცარი დიდებული ერია, ფრანგიერი, ამის სამი რევოლუცია აქვს მოწყობილი, კაცო. იმისათვის რომ და თან საშინელა სისხლშია გავლილი, ხო? არანაკლები 17 წლის რევოლუცია ბევრმა ადამიანმა უფრო საბჭოთა ისტორიიდან გამომდინარე იცის, ხო, ფილმებით, მაგრამ თუ კი გადახედავთ, იქ არანაკლები იყო დაზუჟეს, დაწყვიტეს არისტოკრატია, გაწყვიტეს საოცარი რამეებია გავლილი, მაგრამ შეძლეს რამ ყველაფრის მიუხედავად ქვეყანა ჩამოაყალიბეს. ერთ-ერთი წამყვანი ქვეყანაა, კაცო, საფრანგეთი ყოველთვის. იგივე საფრანგეთი, იმიტომ რომ გიორგია იქ და გვერდზე გერმანიაა, კაცო. ნაკლებია რამით, კაცო, სოციალური დაცვა გინდა. გერმანია, რომელმაც ზედიზედ 2 ომი წაგებული ომების მერე. და ბიჭო, ახლა კიდევ აღადგინა ქვეყანა, აღადგინა ეკონომიკა და აღადგინა სახელმწიფოებრიობა. ეს ფრანგებსაც არ გაუკეთებია. გერმანიამ რაც შეძლო, აი თან მით უმეტეს, აი საინტერესო რა არის, კონსტიტუციურად, ფაქტიურად იმისათვის რომ გაერთიანებული გერმანია აშინებდა ევროპელ მეზობლებსაც, ამერიკის შეერთებული, ამიტომ ფედერაციული მოწყობა თავს მოახვიეს, მაგრამ იმაშიც კი ისეთი ის მოძებნა ენერგია, რომ საოცარი ქვეყანა შექმნეს, კაცო. საოცარი ქვეყანა შექმნეს, დღესაც ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა, ხო, მისი ეკონომიკა შეიძლება ითქვას, რომ მესამე მეოთხეობაში. კი, ბატონო. ევროკავშირში არის ნომერ. ახლა ჩვენ თუ ვიძახით ფრანგები, რომ პოლიტიკურად ლოკომოტივი ევროკავშირის არის საფრანგეთი, იმიტომ რომ საფრანგეთს ეკუთვნის ის შუმანის ცნობილი დეკლარაცია, საფრანგეთს ეკუთვნის ევროპის დღის შემოტანა, ვალერი ჟისკარ დესტენის ეს არაფია, მაასტრიხტის ხელშეკრულების ეს არაფია. ხო, იდეები ფაქტიურად ხო მან ჩნდებოდა, ფრანგები ამაში არიან, და იდეები ეს მათია. ლისაბონის ხელშეკრულების ეს არაფია, თვითონ ვალერი ჟისკარ დესტენის დაწერილია ლისაბონის ხელშეკრულებაც, ხო? პოლიტიკურად შეიძლება ჩვენ ვართ ლოკომოტივი, მაგრამ ეკონომიკა ეს არის ეს არაფია, გერმანია, შვედეთი, დანია და ნიდერლანდები. ფრანგებზე წინა რა, ნიდერლანდები საერთოდ აემხელა ხო ჩვენზე პატარა ტერიტორია, ხალხო, ნუ ახლა ბელგია და ნიდერლანდები ერთად აღებული არის საქართველოს ხელა. ტერიტორიის მხრივ. ხო, ეს მათთვის, ვისაც რატომღაც გონია, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, პატარა ქვეყანა არ ნიშნავს, შეხედეთ, ბელგია და ჰოლანდია ერთად არის საქართველოს ხელა. ზუსტად საქართველოს ხელა, 70,000 კილო, ნუ ჩვენი არის 69 და რაღაცა, 71 არის ის რა. მაგრამ ხალხით, ბევრად მეტნი არიან, კაცო, 5-6 მაგი რაოდენობაა ხალხის. კი ბატონო, გიორგი, უყურე, ხალხსაც არ არის დამასარაფია. როდესაც ისრაელი შეიქმნა 1947 წელს, მილიონი კაციც არ ცხოვრობდა ისრაელში. ისრაელმა მოახერხა, მილიონმა კაცმა მოახერხა, რომ სახელმწიფო აღედგინა და 1967 წლამდე, ანუ ის 5 დღიანი ომამდე, რამოდენიმე ომი მოიგო კიდევ. ახლა შენ წარმოგიდგენ, თან სახელმწიფოს აშენებდნენ, თან ომობდნენ, თა როგორ ემასთან თელ არაბულ სამყაროსთან ამაშებოდნენ, რა ქვია, ომობდნენ, ხო? და აი გავიხსენოთ მოშე დაიანეს ეს რა ქვია ოპერაცია, როცა აი არაბებს, არაბულ სამყაროს გაუნადგურა, რაც კი მფრინავი აპარატი ქონდა, ჩიტებიანა გაუწვიდა, გაუჟუჟა ყველაფერი, ხო? აი შემდგომ წარმოუდგენელია იმის ძახილ, რომ იცი რა, 4 წელიწადში დემოკრატიას ვერ ააშენებ და სახელმწიფოს ეკონომიკას ვერ ააშენებ. უკაცრავა და ისრაელმა რა ქნა. მაგალითი გაქვს, კაცო, პირველად არის წარმოუდგენელი, რომ შეძლებ თუ ვერ, როცა პირველი ამას აკეთებ, მაგრამ როცა უკვე გაკეთებულია, როცა უკვე მაგალითი
ერთი გაქვს. ახლა ამაზე როგორ შეიძლება რომ იმას შეუულია და ჩვენ არა? ნუ მაშინ გავიხსენოთ ეგ ისტორია და ყველას გახსოვთ თქვენ მაყურებელს ვახსენებ როგორ ჩადიოდა გოლდა მეირი ამერიკაში და სხვადასხვა ებრაელ ბიზნესმენებს ხვდებოდა და არა მხოლოდ ბიზნესმენებს ხვდებოდა ხალხს რომ რაღაც ფული მოეგროვებინა ქვეყნას რაც ჭირდებოდა მაშინდელი რევოლუცია კი არა და მაშინდელი საომარი მდგომარეობა იყო ჭირდებოდა უნდა შეეძინათ იარაღი თქვათ საბრძოლო ტექნიკა და ასე შემდეგ და გოლდა მეირი დადიოდა სხვადასხვა ქვეყანაში ხვდებოდა ებრაელებს, მდიდარ ებრაელებს და აგროვებდა ფულს. ესეც უნდა აღვნიშნოთ, მაგრამ უყურე რა მომენტია ჩვენ ეხლა ამ სიტუაციასთან პირდაპირ რო არა 2012 წლის სიტუაციას დავაკავშიროთ, არამედ დღევანდელ სიტუაციას დავაკავშიროთ. აი რა პარალელი უნდა გაავლო და რაში ესე ვთქვათ ცდება დღევანდელი მდგომარეობა ისრაელის მაშინდელ მდგომარეობას. იქ ცივილიზებული ქვეყნები ისრაელის წინააღმდეგ არ გამოდიოდნენ და პირიქით ისრაელს ედგნენ გვერდში, ანუ ცდილობდნენ რომ დახმარებოდნენ ისრაელს და ისრაელის ხალხს და ებრაელები არ უპირისპირდებოდნენ ცივილიზებულ ქვეყანას. ანუ ხვდებით რომ სხვა სიტუაცია იყო მაშინ და რა თქმა უნდა გარკვეული შედეგი მაგანაც გამოიღო, ხო? შენ სხვა სიტუაცია გაქვს დღეს. თორე მანამდე სანამ შენ უპირისპირდებოდი, მე იმაში გეთანხმები გიორგი რომ რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მეხმარებიან პირიქით უფრო კარგად და სწრაფად უნდა ავაშენო ქვეყანა და რო არ მეხმარებიან საკუთარი რესურსი მაინც გაგაჩნია, თუ ოდნავ მაინც ასე მოახმარ სიბრძნეს და twin ცოტა ასე ვთქვათ გააქანავებ და მიხვდები რომ ამ სიტუაციაშიც კი შესაძლებელია ბევრი რამის გაკეთებინა, რომ პოტენციალი ქვეყანას გააჩნია. მაგრამ დღეს გამოდიხარ და ამბობ, რომ სოფლიოში ისედაც არის ძალიან ცუდი მდგომარეობა, მარტო ჩვენთან კი არა და ის სოფლიო მდგომარეობა ჩვენსაც აისახება, იქ ის გვიპირისპირდება, ეს გვიპირისპირდება, ამიტომ ჩვენ ვერაფერს ვერ ვიზავთ. სულ რომ არავისთან არ კონდეს ურთიერთობა, მაინც გაგაჩნია პოტენციალი, რომ ქვეყანა ფეხზე დადგეს, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა შენ ისედაც ყველა გეხმარებოდა 2012 წლიდან ავიღოთ, თუნდაც 2000 თქვათ 20 წლამდე. ხო საერთოდ ქონდა იმის შესაძლებლობა რომ აგეღორძინებინა ქვეყანა. შენ თქვი რომ გოლდა მეირი დადიოდა და ებრაელები შენს გაქვს ფილმები ნანახი და მეც და ბოჩასაც. ძალიან ბევრი ის ებრაელი მაშინ სკეპტიკურად უყურებდა გოლდა მეირს და რამოდენიმეჯერ შორსაც გააგზავნეს. კი, მაგრამ ბევრმა მისცა ეს დახმარება. შვენიდან ვინმე წავიდა ცივილიზებულ სამყაროში და ვინმე სთხოვა რომ დამეხმარეთო. ამ ხელა ვინმე შემოიყვანა ქარხნის შემოყვანა ებას რა ქვია გადაწყვიტა და არ შემოვიდა რაღაცა ეკონომიკის აღორძინებაზე და რა ქვია საჭიროებისთვის წავიდა და იმათხოვრა ჩამოემათხრა ბიჭო გოლდა მეირი რომ დადიოდა და ეხვეწებოდა ეკონომიკა იმასგანითო რა ქვია ამიღორძინეთო იმას კი არ ეუბნებოდა რომ რა ქვია 30000 არაბი შემოიყვანა მუშახელად ემაშო საქართველოს ჩემ ქვეყანაშიო ჩემი ხალხი დამისაქმე როგორ მასნაცო რა ქვია გაიზარდოსო მამაცხონებულო ევროპაში წასვლა რა ადგინდა ბიჭო რუსეთიდან გამოვიდა ძალიან ბევრი ფრანგული ესა რა ქვია მანქანა მშენებლობის Citroen გამოვიდა Renault გამოვიდა Peugeot გამოვიდა თურქეთმა და რუმინეთმა ტაციაობა მოაწყვეს არა ჩემთან შემოდი და არა ჩემთან შემოდიო შენ აგერ კონდა ესა რა ქვია ვინმეს მოაფიქრდა რომ მისულიყო ქუთაისის ავტოქარხნის ბაზაზე კორპუსები კი არ უნდა ააშენო მამაცხონებულო ამაში დაგეთანხმები გიორგი, თუმცა ერთი პატარა რემარკა მინდა გავაკეთო. გოლდა მეირი რო დადიოდა და სთხოვდა ფულს, იმიტომ რომ ქვეყანა და ეკონომიკა აღორძინებას ითხოვდა. გოლდა მეირი არ იყო მილიონერი და მილიარდერი და არც ერთი ხელისუფლებაში. ეხლა ვინმე რო წავიდეს და დაიწყოს თხოვნა რომ მოდი შემოდი ჩემთან რა და რაღაც ფული შემოიტან. არ ეთქვიან შენ ნორმალური ხარ? პარლამენტში 80 მილიონერი გიზის ქვეყანას მართავს მილიარდერი და ჩემთან რაღაცზე მოდიხარ და მართალიც იქნება. ამიტომაც არც მორალური უფლება არ აქვს და იციან რომ წინასწარი იციან რომ მივიდნენ უბრალოდ უარით გაისტუმრებენ და ეთქვენ რომ მე რატო უნდა შემოვიდე მე რა ფული უნდა ჯერთი არასტაბილურობაა ხვალძეგრა იქნება არაფერი არ ვიცი და
მეორე ბიჭო, სულ მილიონერები თქვენ ხარ, მილიარდერები თქვენ ხარ. მე რაღაცა მთხო. გიორგი ერთს გეტყვი, არასტაბილური ისრაელი რო იყო ისეთი უნდა, ხო? გარშემო რა მდგომარეობა ქონდა და მართლა შემთხვევით გადარჩენილია, ბევრ რაღაცაში მართლა სასწაულებია. სულ უალელოდებოდნენ, აღმოჩნდა რომ საბჭოთა კავშირმა მიცია იარაღი, მაშინ როცა არავინ არ ელოდა რომ იარაღი შეიძლება ქონოდათ, მაგრამ რა ისი თქმა მინდა. რასაც ამბობ, გავაგრძელოთ ეგ ლოგიკა. ებრაელები ვიღაცა იტყვის რომ დადიოდნენ და თხოვდნენ ებრაელებს თხოვდნენ და ებრაელები სოფლიოში არიან ისა ჯერ ერთი გიორგი თქვა და მოყვები მაგაზე ძალიან ბევრი სახელმწიფო შექმნის წინააღმდეგი იყო და დღესაც არიან ებრაელები რომლებიც ამბობენ რომ სახელმწიფოს საერთოდ უნდა შეგვექმნა და ამან პირიქით დაგვაზიანა მაგრამ არის მთავარი რამე აი ეს მილიონერები ქართველები დებენ იმ ქართულ ბიზნესში ფულს ქართველები დებენ რასაც ახლა გიორგი ამბობდა რომ ისრაელი იმპორტი ის არის ექსპორტიორი არის სოფლის მეურნეობის უდაბნოში ქვეყანა ექსპორტს აკეთებს სოფლის მეურნეობის ჩვენში ვინმე ჩადო აქ ფული არა ჩვენთან ხო როგორ ითვლება რა რაოდენობის მოსახლეობაა ამაში რომ ფული ჩავდო ბიჭო აზრი არა აქვს იმიტომ რომ მოგებას ვერ ვნახულობ იმიტომ რომ რაოდენობა დიდი უნდა იყოს რომ რაღაცაში წარმოება რო გააკეთო სოფლის მეურნეობას და ნებისმიერი წარმოება გჭირდება ამდენი X რაოდენობის მოსახლეობა რომელზეც უნდა გახვიდე ამიტომ არ ღირს ანუ შენ ფიქრობ რომ ფული არიდება ქართველზე მაქვს საუბარი. ქართველი ფულს არდებს არც აგრარულ სექტორში ვთქვათ, არც ქარხანას აშენებს, იმიტომ რომ მოსახლეობა დაბალი საქართველოში. ნებისმიერი ბიზნესმენი ქართველი, რომელიც ფულს დააბანდებდა რომელიმე სექტორში, იქნებოდა ორიენტირებული ექსპორტზე. ნებისმიერი და არიან კიდევაც. პრობლემა სხვა რამეშია. აი შენს რომ იყო მილიარდერი, მილიონერი სიტყვაზე უნდა, გინდა რომ ქართულ ბიზნესში დააბანდო ფული. და ფიქრობ რომ მოდი გავაკეთო. და შენ ხვდება, არა მეგობარო, იცი რა არის მაგ აქ ეს თათი ადევს იმას, შენ იმას უნდა მოელაპარაკო, გაიგე და იქნება რამენერად შეძურე იმ გუნდში. შენ ცდილობ რომ შეძურე. იქ ხვდება სხვადასხვა პრობლემა. და რო იწყებ ამ პრობლემების გადაწყვეტა სიტყვში ხვდები რომ მოდი საერთოდ ავარიდებ თავს ამ თემას ისრაელში ეს პრობლემა არის და ისრაელში პირიქით კაცი რომ მოდიოდა რომელიც ამბობდა რომ მე მზად ვარ ჩავდო ფული ოღონდ ჩადევი აგ გოტები გადასახადს არ იხდი ამდენი წელი მიწა გჭირდება სახელმწიფო გამოგიყოფს ამ მიწას ჩვენთან პირიქით შენ ეხვეწები რომ მომეცით მიწა და მე დარბი ხარ კომუნიკაცია გჭირდება წყლის მიყვანა დენის მიყვანა მთელი ამბავი ფულის სადღაცას ფული უნდა დახარჯო იქ ვიღაცას უნდა ჩააყენო საქმის ხურში, იმიტომ რომ ის უყურებს თურმე ყველაფერს. რომელი ნორმალური ბიზნესმენი შევა აი ამ ჭაობში? ძალიან ელემენტარულს გეტყვი და ჩვენი რეგიონი ნორდ-პატკალე იყო ცნობილი ქვანახშირის წარმოებით. 2002 წლიდან ფაქტიურად გაჩერდა ქვანახშირის წარმოება და რეგიონი დარჩა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონი დარჩა ყველაზე ღარიბი რეგიონი, ყველაზე 5 წელიწადში ყველაზე ღარიბ რეგიონად ჩამოყალიბდა. რაკნეს ფრანგებმა შემოიყვანეს Toyota ევროპის Toyota საგე ჩვენთან აწყობენ შემოიყვანეს Bridgestone ჩემ ქალაქში აკეთებენ Bridgestone შემოიყვანეს Renault შემოიყვანეს უამრავი Philips-ი ყველაზე დიდი Amazon-ის ესენია რა ქვია საწყობები არის ჩვენთან რამდენად მიყიდეს მიწები დაუწეს ეს სერიოზული გადასახადი არა აი და რითი დააინტერესეს აი ეს თქვი პირიქით საგადასახადო პოლიტიკა ფაქტიურად დღეგესგან აი მინიმალურ დღეგეს იხდიან ისი სამაგიეროდ უთხრეს რომ ხელფასები გაეცით ნორმალური სახელმწიფოში ფული შემომდის როცა ჩემი ადამიანები დასაქმებულია ასენი პირდაპირ გაგებით უყურებენ რომ საშემოსავლო მეტი წავართვა დღეგ მეტი წავართვა აქციზი მეტი წავართვა რომ ფული შემომივიდეს და მე ეს ფული პენსია ბიჭო იქვე ადამიანი ჯერ რომ მუშაობას იწყებს და ფული შეძდის უკვე შემოვიდა შენს ქვეყანაში მე 2 მილიონ ადამიანს ეხლა კონდეს 2-3 ლარი ყოველდღე რო ხარჯავენ ეს ფული ის ბიუჯეტში ისე ქვეყანაში არ ტრიალებს აი ამიტომ მე გაოცებული რითი ვარ იცი ეხლა გამოაცხადე სულ რაღაცა 3 თვის უკან რომ ჩვენ რეგიონში იმიტომ რომ ამბობენ რომ ჯერ კიდე ჩვენმა რეგიონმა წელი ვერ წამოითრია და ამისთვის საჭირო ეკონომიურად ეს რეგიონი გამასნას განვითარდეს და ფრანგული ხელოვნური ინტელექტზე დაიწყეს ანუ როგორც არის აი ეს რა ქვია GPT და რაღაცა ფრანგებსაც უნდა თავისი შექმნა ამის უდიდესი ფერმა
შეიქმნება კომპიუტერული ფერმა შეიქმნება ჩვენ რეგიონში, სადაც 5-დან 7,000-მდე კაცი იქნება დასაქმებული. აი ყოველ მეორე დღეს აი რეგიონალურ ტელევიზიებს ჩართავ და რადიოებს და გაზეთებს მოусმენ, მოუწოდებენ ახალგაზრდებს, რომ აი ეს ფორმაციონი, ანუ ტრენინგების სწავლის ესა რა ქვია, სახელმწიფო აფინანსებს, რომ ახალგაზრდებმა ისწავლონ ის IT-ს რა ქვია, ტექნოლოგიები, ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გაიხსნას, სადაც კიდე იგაგიშებ, რომ კონტრაქტით მერე რომ ჩამოხვიდე და იმუშაო. ჩვენთან ეს ვინმე გააკეთა ხო? ამას ქვია ქვეყნის განვითარების პოლიტიკა, ხო, ანუ პროგრამა, რომელსაც ახორციელებს ხელისუფლება. ეხლა ჩვენთან კი არა და იქ რო ყოფილიყო ჩვენნაირი ხელისუფლება, იქნებოდა შემდეგი რამ, რომ კი ბატონო, კი, კაი, იძირება ეს რეგიონი, მაგრამ რა დროს ეს რეგიონია, კაცო, აი ამას მივხედოთ, საიდანაც რაღაცა შემოდის. იქ რა უნდა დავაბანდოთ, ეგ ამას მერე მივხედავთ. ანალოგიურია სოფლები, რა დროს სოფელია დღეს, ან რომელიმე რეგიონი საქართველოსი, ამას მერე მივხედავთ თუ მოვიცნით ამისთვის. მთავარი ეხლა რაც შეიძლება მეტი სახლი ავაშენოთ, რაც შეიძლება მეტი ვიღაცა შემოვიყვანოთ, რომ რაღაცა მიწები გავყიდოთ, რაღაც შენობები გავყიდოთ, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა შემოვიდეს. როცა შენ ესე ხარ გაჭედილი თანხაში, რომ ოღონდაც რაღაცა გავყიდო, რომ ბიუჯეტში თანხა შემოვიდეს, რომ აქ სოციალური გადასახადი შევძლო, ესე იგი ქვეყანას უკვე ფაქტურად პატრონი აღარ ახავს. იმიტომ ქვეყანა ამაზე კი არ უნდა ფიქრობდეს, ქვეყანა უნდა ფიქრობდეს განვითარებაზე, გაყიდვაზე კი არა. გაპირიქით შემოყვანაზე ინვესტიციებს. შემოყვანაზე კაცო, და გაძლიერებაზე საკუთარი პოზიციის და არა იმას ოღონდაც ყველაფერი გავყიდო. და მე რაც გინდათ ის გიქნიათ. მთავარი ეხლა რაღაც კრიზისი არ შემექმნას. აი ეს არის სწორი, რასაც შენ ეხლა ამბობ გიორგი, ეს არის სწორი სახელმწიფო პოლიტიკა, ანუ მიდგომა კრიზისის მიმართ. და ამათმა გადაწყვიტეს ეს პრობლემა იმ რეგიონში. ამიტომაც არის და აღარ იმას ვიზა მე გიორგი ალბათ 2 წუთი გრჩება. სწორედ ამიტომ არის ფასებზე მე რომ მოგაწובה და თურმე გაძვირებულია ყველაფერი და მე ამბობ რომ ბიჭო თქვენ რაღაცა იმას რა ქვია პოპულიზმს ნუ კი ეწევით. არამედ მითხარით გამოსავალი. აი მე კომისია შევქმნი და რაღაცა თქვენ მითხარით მაშინ გამოსავალი როგორ გამოვიდე და მთელი ეს წლები ისაკეთე რომ ბოლოს ეგ დაგდგომოდა შედეგად. ეგ დაგდგომოდა რომ ადამიანებს ელემენტარულად ხორცის ყიდვა აღარ შეუძლიათ და მე იმებს გაჩვენებთ ხან რა შედარებას და ხან რა შედარებას. საფრანგეთში რა ხდება, იმაში რა ხდება, ევროპაში რა ხდება, სხვაგან ჩვენთან რატო ეს არის სწორედ რომ რეალურად ხო როგორ მივედით აქამდე და რო არ მივსულიყავით გამოსავალი ეხლაც არის რასაც გიორგი ამბობს იმაში ჭიათურაში ამხელა საწარმო იმაში რა ქვია რუსთავში თუ გინდა ქუთაისში შენ შრომითი კულტურა ჩამოყალიბებული ყავდა უკვე ადამიანები რომელსაც შეიძლებოდა რომ წაგეყვანა რაც გააკეთეს საფრანგეთში რასაც გიორგი ამბობს ეს მომენტი იყო იქ შეიტანეს და მზად იყო უკვე ის ხალხი რომელიც გუშინ შახტაში მუშაობდა ჩაერთო იმ პროცესში და ქვეყანა ფეხზე დააყენა ჩვენთან ერთმა კაცმა თუ იფიქრა და თან ბიზნესმენებმა კაცო დღეს აგერ გიორგი ამბობდა 80 დეპუტატი ბიზნესმენი ყავს პირველი პირი რომელიც ბიზნესმენი ყავს და ბიზნესიც მოკვდა ეკონომიკაც მოკვდა ყველაფერი მოკვდა არ ვიცი რა აი განსაკუთრებით ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა ვინმე ჩავიდა ArcelorMettal-ამდე და უთხრა რომ ბიჭო ამხელა გიგანტი რო ხარ ArcelorMettal-ი სოფლიოში მარგანეცი ჩვენი გვაქვს ფეროშენანდობები ჩვენი გვაქვს შემოდი და 4 ეს იყო ხო სულ რეგიონს მოამარაგებს კაცო ვინმე მუთხრა ჰაიდელბერგი შემოსული იყო და იმდენ იქნეს გააგდეს კი ბატონო გიორგი შენ შეგიძლია თქვა კიდე თუ რამე გინდა იმიტომ რომ ჩვენი დრო ფაქტურად ამოწურულია და შეიძლება 1-2 წუთი 2 წუთი გადაცნობა გქონდეს ამათ აბა გოჩაძე ხან ამბობდა რომ ამათმა ის ვერ ისწავლეს რომ 4 წელიწადში უნდა შეიცვალოს და იქნება შენზე უარესი მოვიდა მე ისეთი რომ ხალხმა ადგა და ისევ შენ მოგაბუდა იმაში რა ქვია ხელისუფლებაში კაცო ეს სულა უნდა იყოს მივეჭვიოთ ამას როცა ეროვნული მოძრაობას ვიწყებდი ჩვენ დემოკრატია ასე წარმოგვედგინა და არა ისე რომ ამათმა რაც გააკეთეს არა ეს პოსტსაბჭოური ის არის რა ისე რა კომუნისტური მოვედი ხელისუფლებაში და აღარ მივდივარ ოღონდ ამას დემოკრატია და სუვერენიტეტი დაარქვეს კაცო სუმტლა ჩამო ყველაფრის ის მოახდინეს კარიკოტომამდე დაიყვანეს ყველაფერი რა კი ბატონო კეთილი კარგით
სამწუხაროდ ჩვენი დრო როგორც ყოველთვის ამოწურულია ვერ მოვასწარით ბევრი რამ. მადლობა გიორგი რომ მოასწარი რაღაცნაირად ჩართვა და გვერდები. დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელს, ჩვენ შეგხვდებით მომავალ ორშაბათს 8:30-დან 10:30-მდე ვიქნებით. მე კი შეგხვდებით თქვენ ხუთშაბათს და ვიქნებით თქვენთან ერთად 6:30-დან 7:30-მდე. კარგად ბრძანდებოდეთ.